მახარ დავიწყოთ როგორც ვიწყებთ ხოლმე თუ ჩვეულებრივად? ჩვენ დავიწყეთ უკვე. არა, გამარჯვებით არ დავიწყოთ? გამარჯობათ. წეგან გამარჯობა და ბოდიში მეტი. გამარჯობა და ბოდიშით დავიწყეთ. აჩიკო გაწყობს ასეთ დაწყება? კაია. მე ვერ ვთავ. მე ძალიან ბედნიერი ვარ მართლა. დიდი მადლობა ნებისმიერი კაბელის და აუდიო ტექნიკის შემქმნელს, რომ დინამიკთან ახლოს მყოფ მიკროფონზე წვილის ხმა გამოსცა, იმიტომ რომ აჩიკო ვერ ლაპარაკობს. ჩვენ შეგვიძლია თავის ვერ ვთავ რაღაცას. არა, რო რთავს წვის. მიკროფონს ვერ თავ. სამწუხაროდ. ჩვენი მოგესალმებით ფუ პოდკასტი ჩამოვიდა კერა და ქალაქებში გავიდა და ამ ეტაპზე რუსთავში ვართ, ახლო მანძილზე წამოვედით. ჩვენი 1-2 ისმის. აჩიკო გვაცადე რა ბრატ. ბედნიერი ვიყავ, რაღაცა მომეტანე ხო, ბედნიერი. ზო, ეგ არის, მე მგონი გამოსწორდა. ჩვენი დღევანდელი სტუმარია გიორგი კალატოზი და ქორო. მადლობა. ჩემი საყვარელი პოდკასტია და რომ მიწვიეთ. ქორო მალე მამა გახდება და შეგვიძლია მიულოცოთ. მადლობა. უსურვებ კარგ მამობას. ეს ბოლო პოზიტიური რაღაც იყო, რაც ჩემ შესახებ შენი პირიდან ამოვიდა, ხო? არა, რატო მაგას? არა, ქორო მალე ფეხბურთელი გახდება ასევე და ესეც მისალოცი ამბავია. საოცრებელი. მადლობა. იგივე ტაში არ უნდა რაც მამობაზე რა. ცოტა ნაკლები, ხო. ხო, პირველ რიგში ბოდის გიხდით მეც, რომ გალია უნდა ყოფილიყო, ეხლა მეც ეგრე მითხრეს. მარჯვნივ ხო? და სამწუხაროდ ახლოს ნუ მოვახლოდებით მაინც და მაინც מחარას, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას ბაცუცი გადააგორებინეთ ამას. რა ელაპარაკეთ ეგეთი რომ ეგრევე შეტევაზე გადმოვიდა ბიჭო. არა, ეგ ხა ცხადი იყო, რომ ცირკი ჩამოდიოდა და როგორც თავარი დათვი. ბოდიში რომ ხალხის მაგრად მეგიხდი ბოდიშს რომ შენი წალკოტიდან წამოგიყვანეთ რუსთავში და აი ეს ერთი ხე რო გიდგას ხის სახში წინ აი მაგ ჟანგბადს მოგწყვიტეთ. ქორო. დიახ. თუ ყოფილხარ ესეთ გადაცემაში ოდესმე? სხვათა შორის არა. პირველი შემთხვევაა? პირველი შემთხვევაა და რას ემსახურება ეს ყველაფერი, მე მაინტერესებს პირველ რიგში. ხალხს დავპირდით რომ 50000 გამომწერზე გავიდოდით და ქალაქში ჩავწერით ამ გადაცემას და ეხლა ვართ 100-ზე თითქმის რა. შენ ცხვარშიც იყავი და მე ჩამოხვედი და ცხვარში ვერ ვიყავი, იმიტომ რომ როგორც იცით, საეჭო კაცზე ბინა თამაშდება. აშენებული 55 კვადრატი. ხვარში როგორც იყავ ეგრე თამაშდება თუ მართლა თამაშდება? ის პერიოდი რაც ხვარში უნდა ყოფილიყავი, დავხარჯე ამ ბინის ასაშენებლად. შენი კომპანია გაქვს, ანუ ბინების აშენება. ჩემი არა. მოდი მოვყვე მაგისტორეს ბინას როგორ ათამაშებს თუ შეიძლება. მიდი. მეგობრებო, მივდივარ ოფისში და მახარა ხდება გახარებული, რაღაცა ჩემზე უკვე. არა, ერთი წამი. ნუ რაღაცა ისეთი გააკეთა, რასაც მე ვერ ვაკეთებ ალბათ და რაღაც ზემოდან მიყურებს, როგორც ყოველთვის, მაგრამ არ და არის ის. განსაკუთრებით მიყურებს ზემოდან და რა ბიჭო, ბინას ვათამაშებთო რა. ოღონდ არავის არ უთხრა, ოღონდ 2 დღეში მე გამოდო. ამ რატო არ უნდა მეთქვა ეს 2 დღე არ ვიცი, მაგრამ ბინას ვათამაშებთო რა და სამშენებლო კომპანიასთან რო იყო მოლაპარაკებაზე, იქ უთხრა რომ მეო ბანერზეო, დავდგებიო ესეო. მეფის გვირგვინი მექნებაო ძალიან დიდიო. ესო მიფრიალებდესო უკან და კალატოზი კუთხეში იყოს და ტიროდესო. და იმათ ძალიან მაგარი იდეაო. ხალხს კითხავ. ეგ ხო კალატოზისაც კარგია რომ ბანერზე იქნება. ანუ ძალიან კარგი, უბრალოდ არ ველოდი და მოლოდნელი იყო ეს ამხელა. ეს მე მეუბნება რომ ეს შენთვის კარგიაო, ანუ ეს ტრამპლინია შენთვის და ხალხი გაგიცნობს და არა ბიჭო, ანუ მეტროში რო იქნებოდა ეს ბანერები, მეტროდანაც გაგიცნობდა ხალხი. ეხა გიცნობს როგორც ხის სახლის მესაკუთრეს და ისეც გაგიცნობდნენ მე მეტროში. როდის ჩაეშვება ეგ ბანერები? იბეჭდება და მალე. და მეტროშიც ვიქნები? ძალიან მიხარია. ცოტა გაგწელე, იმიტომ ხო, შენ ასე თქვი. ჩემი კარიერა ხო იცი, მე და შენ თამაშობდით აგერ სერიალებში. არა, ჩვენ სიგიჟეები გვაქვს კაცო გამოვლილი, აქ არ მოიყოლება ეხა ეგ ამბები და მე ის მაინტერესებს. ჩემთვის ამდენად კარგია ეგ. შენთვის არ ვიცი. მე ვფიქრობდი რომ ლუკაზე ექნებოდა ეგ გათვლა უფრო, იმიტომ რომ ლუკა? ამის. ხო, არ გაგახსენდა. ლუკას თავისი გაჭირვებია მართლა. ეხა ის ხმურობა თქვი, აქ ვერ წამოვიყვანთ, იმიტომ რომ ის მოხარშული და მზეზე შეიწვებოდა რაღაც. ერთი ფენა დაუწვა თავი, ხო არის ფენები კანის რო იწვევი გძურება. იმას ერთი დარჩა რა, რო აზძურეს აღარაფერი აღარ არის, იმიტომ რომ ბავშვობაში როგორც არ ვიცი, ნახევარზე მეტმა არის. მაგრამ რამდენი ადამიანი იქნება? საკუთარი ძმა მოხარშა. რა უნდა შეჭიმა, გეტყვი. 2 4 6 8. არა, გრუბად რომ მითხრა რა. გრუბა? აი ესე. ერთი პისა ტარა. ხო და წარმოიდგინე რა ციფრი ეწერება ხოლმე? 50 არა მეტი ბიჭო. ისა რამდენიო? არა, ამასაც 500 ეგონა პისიათ რო თქვა და. რამდენია პისა? ხო და ეხლა ეს ლაივ აუდიტორიაში
ვიცოდ. აი იუთუბერები როგორ არიან, იცი, ამდენი ნახვა ეხა იყავ, რამდენი ადამიანია და ჩვენს რაღაცა პასუხისმგებლობით და აი ამდენი ნახვა ეხა რაც აქ ადამიანია, იუთუბერს ვეწერებ, ეს რა არის, არავინდან მიყურებს და წუწუნებენ. არა და ანუ ძალიან საპასუხისმგებლოა ის 500-იც და 600-ი ნახვა. რატომღაც გონიათ რომ ხო, შენზე მაქვს საუბარი აქ, თუ მე მგონი მიხვდები. დავიდანვე ამას YouTube არგი აღარა აქვს, ანუ ბასტომ რაც რესურსი ქონდა ამოუწურა და всё გადააგდო. ეს არის 2A ელემენტივით, რომ დაჯდება მე ყველა აგდებს. არა უშავს, არის ნერვიულიც მაგ. ხო, როგორ მიდის ფეხბურთელობის ამბავი ხა ხალხს მარტო მაგით მოვიდნენ ახლა დილიდან რომ შეგაინტერესება. მე მგონია რომ არც ერთს არ აინტერესებს ქორო ფეხბურთი. აი ბინას როგორ ათამაშებ? აი კონკრეტულად აი ამ კაცისთვის რომ მოყვე, აი აქ მოვუყვები მე რა მარტო იმას აინტერესებს შენი ფეხბურთის და ჩემპიონის ხოლმე. მოდი კითხვას რომ დავსვამთ, თუ გინდათ ხალხის რეაქციით გადავწყვიტოთ ხოლმე ღირს თუ არა მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაშინ გადავახტეთ ამ კითხვას. კი ბატონო, გადავახტეთ. ჯობია. ბინას როგორ ათამაშებ, ეგ მაინტერესებს და შეგიძლია თუ არა რომ შენ თვითონვე მოიგო. სამწუხაროდ ბინა მე ანუ ჩემი ჯგუფის სისხლი, ვისაც ამ კონტრაქტს წერე ეგ რომ ჩემი ჯგუფის სისხლი. რომელი ჯგუფი ხარ შენ? რამე უარყოფითი ვიქნები. მნიშვნელობა არ აქვს. უარყოფითი ნებისმიერ. არ აქვს უფლება, დაჟე ვინც ანუ ბებია, ჩემს აქ ბებია ხალი, ვინც პირველად ხელში ამიყვანა, ისიც გამორიცხულია რომ ხო. რა დონეზე წერია, ეგრე ვერ ეწერება ბებია ხალი. ანუ ჩემ გარშემო ნებისმიერი აღმოჩენის შემთხვევაში რომ ვინ ანუ ჩამოერთმევა ეგრევე მეც აი ოქტოპოსიდან რომ მოიგოს ვიღაცამ? შანსი არა. არ შეიძლება? ხო რომ? მე არ მინდა, კაი. მოიცა გამარჯობა ვისაც გითხოვს ის ვერ მოიგოს მაგ ბინა. არა ის როგორ არ მაგრამ. ანუ ეს ხალხი აქ ნამყოფი რო არის უკვე ითვლიან რომ ნამყოფები არიან და ბინა. სამწუხაროდ ჩემი ახლობლები გამოდიხარ. ასაკი 18 წლამდე რო იყოს შეუძლია. რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი ხო? კაი, მოდი ის გითხარი, ვიზე შეიძლება, ვინ შეიძლება რომ მოიგოს? არის მე მგონია რომ ადამიანმა უნდა მოიგოს, ვისაც შრომა არ ეზარება და აუცილებლად იშრომებდა რომ ბინისთვის ეს თავისი უარყოფითი სისხლი ახლა დადებითად და შეცვალოს. არა, აუცილებლად იმდენ შეძლებდა რომ ბინა ეყიდა. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გადმოუწიოთ ეს შრომა. ანუ რაც უნდა ეშრომა, ხო, აღარ იშრომა. ანუ შენი ჰაიპისთვის აკეთდება, ხო, უფრო დასა. არა, ჰაიპი რა, ანუ მე უბრალოდ ვაკეთებ, იმიტომ რომ პირველი ვიყო. ხვდები? რაღაცა სპონსორები არა, პირველი ბევრ რამეში ხარ מחარ ეხლა. კი ბატონო. ვერ ჩამოუთვლი აქ ეხლა. კაი ხალხია და ეძახი, მაგრამ ხო, თავარი იყო რომ დადასტურებული იყო ჩანაწერში რომ პირველმა იუთუბერმა საეჭვო კაცმა გაათამაშა ბინა. ხო. და არა შენსავით ის ზებს ათამაშებთ ხოლმე აღარ მახსოვს. მე მანქანა უნდა გამეთამაშებინე. შენ რა გაჩუქა იქ რაღაც საახალწლოდ თქვენ აქვს რა აჩუქა? ჩვენ მანქანა ყავს გათამაშებული. არა, კალამ რა გაჩუქა თქო ბოდიში რა YouTube გადაცემა იყო რაღაც. სითბო მაჩუქა და სიყვარული. რუა მოარტყი საჩუქარს ფეხი რა იყო გამახსენე რა. PlayStation-ი რო. PlayStation-ი მაჩუქე, შენ რომ მეუნებოდი, მე რატო არ მაჩუქე, ეს თვალებს გიყურებდიო. და შონზიკამ წაიღო და სახში აქ დღემდე მე PlayStation-ი. მე PlayStation-ი კი არ გავათამაშე, ხოროს ვაჩუქე. არა, ჰამაკი გაჩუქა, ეგ მერე გაჩუქა. ჰამაკი არ ვაჩუქე. ის ბიჭო ფეხბურთის პატარა ფეხბურთის რაღაც და იძახდი რომ ეს რა არისო იყო თუ რა არის მე ივარჯი შევარჯი ფეხბურთელი ხდება იმდენი იძახე ეს რა არის რომ მე PlayStation გაჩუქა კი ცხვირი წავიტეხე მაგიტომ აქ ცუდი პროფილი ახლა არა ნუ არ მგონია ცხვირის გამო გქონდეს ცუდი პროფილი მოდი აბა מחარ ისინი ცილაპარაკე რასაც აჩი გიჭრის ეხა დააჭეს აი რასაც აჩი გიჭრის ხოლმე ეგენი ილაპარაკე და თან מחარასთან ერთ ზოზე გათან ზერო განათებს ვაფშე მაგარია ორ მაგად იტანჯებს რა რეაქცია აი რას ჩავქრე ჩვენ რო ეგ ნახოთ რა მასე ჩავქრე კი თავის სათვალების მომენტ არა აჩიკოს სათვალე უკეთია ქოროს სათვალეები იმის გამო არ უკეთია რომ ზიანათებს. რაღაც თქვა და ანები თავი ბავშვია მით უმეტეს. ქორო მოგვიყვეს რა. რატომღაც ხალხს უსმენ. არა ინტერესებთ. თუ აინტერესებთ მოვყვები. მართლა ერთ კაცს აინტერესებს. აუ კითხოთ. კაცი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონატში თამაში არ გავხსარო არ. აი მოყევიო სამივე ბავშვი ამას იძახის. აბა რა. აჰა, всё, მოყევი. ერთად დაუძახოთ ქოროს ბავშვებო, აბა. სნეგუროჩკა. ქორო მოყევი რა იქ. აა მარს. უფროსებთან ბოდიში ბავშვებს პასუხს გასცემს ქორო და მე ჩვენ უფროსები ვილაპარაკ. აი მართლა ვისაც გაინტერესებთ. სო, კარგია. უფროსებს რამე კითხვა ხო არ გაქვთ, რომ ხელისაწევით კითხვაზე პასუხებს გაგცემდით. უფროსები აი გისმენ. აჰა, ფეხბურთი თურმე აინტერესებს ხალხს. ზდასრული ადამიანის გაიყო კითხვა. ქორო რუსტავის მეტალურგში როდის გადმოხვალო. სამუშაოდ?
მე ძალიან მიყვარს დღეში სამჯერ ბანაობა. არის შესაძლებლობა რუსთავში მაგის. როგორც კი მოგვარდება ეს პრობლემა ეგრევე გადმოვა. მართლა გულის წვეტით ვამბობ მაგ ყველაფერს. წყალი მართლა არ გაქვს? მე მართლა მითია თუ არ არის მითი რომ მითია? ანუ წყალი სულ არის? არაო იძახიან აქ. აი შეგვასხეს დაჟე. ბაზარ. არა მე სერიოზულად მაინტერესებს. აბა ეხა გინება თუ იცით. აბა წყალი ხო შეგვასხით. აბა მახარას ვიშია. ვინც იძახს წყალი გაქვს ეგ დიდრები არიან ადრე როგორც ხო საავადმყოფოს აქ არის უწყლოვი მე ანუ ესე რომ დავსვათ კითხვა ხო? ყოფილა წყალი ძმაო. ხო აუ всё მაშინ დავფიქრდები საკმაოდ მალე ხა. რომელ წყალს ვიძახით იცი დასალევი თორე წვიმის დროს რო გუბეში დგება ეგ ჩვენთანაც ბევრია. ანუ არა მე რა თუ გამოფილტრავ ხო შეიძლება ადუღებდა რაღაცა მაგ წყალსაც. ხო ისმენ. ეგ დრო თუ მოვიდა რომ გუბიდან ამოღებული წყალი ავადუღებთ გავარკვიოთ რა აქვს ყველაზე დიდი პრობლემა და შე რომ დაეხმარო მოგვარებაში. მე მქონდა ეგეთი იდეა რომ ხაშურში წყალი გავიყვანოთ თქო რა. მისტერ ბისტი ორბინას რო ათამაშებ რუსთავს ერთი მაინც თუ შეხვდება. არაფერი პრობლემა არ აქვს ხალხს სახეს უკვე ყველაფერი იდეალურად არის. რუსთავში რუსთავში გავთამაშებ. წყალი ქონია თორე მაგიტო იყო ჩამოსული. არა გაგვიყვანეო ზოგს არა ქაშკარა. ზოგს თვითონ მილი თუ არ შემოდის წყალი არ გექნებათ ფიზიკურად. რაც დავთვალე ერთი. კაი 80 კაცსა აქვს წყალი. დიდრების ბავშვები ზიან აქ. ამას წყალი აქვს გაიგე? არა წყლის პრობლემა მოგვარებულა. არ მინდა დალეული ჩამოვედი. რა შენებულია ეს ქვეყანა მოკლედ რა. მაგას ვიძახი რა. YouTube-ზე საეჯუკაციო იმიტომ დავიწერე რომ ყველა სხვა იმის დაწერა არ შეიძლება და რას უნდა ეწერა. ყველა სხვა იდიოტობა იყო დაკავებული. შემოჩე ზიხარი მე. მართლა ოქტოპუსი მინდოდა დაკავებული იყო, ჰამაკი დაკავებული იყო. ჰამაკი დაკავებული არ იყო ჯე, შენ უფრო ძველი ხარ. უხეში ტესტ-დრაივი დაკავებული იყო, გიორგი მდინარაძე დაკავებული იყო, ამიტომ დავირქვი საეჯუკაციო. პროსტა რაღაც იძახი, რა ოქტოპუსის სტერეოტიპი. ეს ფუშავენ ბავშვები, პროსტა ის სიტყვებს გვიგდებენ და ინსტინქტურად მიუყვებით და რენდომ თემებია რა პირდაპირ. რენდომ თემები. რენდომ თემები ხო არ გაგვეხსნა, მართლა იმდენ საინტერესო სტუმარია და დაგუხავ ალბათ. არა, სხვადასხვა სტატისტიკის მოყვარულთ, ფუ პოდკასტი რო დავიწყეთ, რებრენდინგი განიცადა ჩვენგანაც, პირველი სტუმარი იყო ქორო. მაინც ეს სტატისტიკურად პირველი გასვლა ეს გადაცემა ბოლო გადაცემა. ფეხბედნიერი იყავი? ბიჭო, ხო ეგეთი ტიპი. აუ, ნუ მიყურებ, ხო ისე მელაპარაკე, რომ არ მიყურებ. კალას უყურებ ხა, აი. კალა რა მეკი. ზუსტად 2 წლის წინ 7 ივნისს დაიდო გადაცემა, როცა ქორო იყო. ეს თხრობელი. ზუსტად 2 წელი გავიდა რაც. ეს სოკოლოვი არის მართლა, მოამბის წამო. ბიჭო, მე არაფერი არ მესმის თქვენ რას ლაპარაკობთ რა და აი ვცდილობ რომ ყური მოუკრა რა. გინდა გააგონო აში. გიორგი მიდი გააგონე ხრუსტავს. დღეისათვის პირველი რენდომ თემა, რახან თქვენ კითხვებს არ გვისვამთ, ჩვენით ვიზავთ რაღაცას. შეთქვა მახარა გაიჩითაო. ბაზარია. ეხა შემოხვედი? შეკითხვა ქოროს. იბერიას მაისურით გოლი რო შეაგდო ოფიციალურ თამაშში, რას დაპირდები ხალხსო? გოლის შეგდების მერე? ბიჭო, რამე მოხდამ და მე არ ვიცი, რა ფეხბურთი. შენ არ იცი საერთოდ? არა, ეს ხო ძალიან ისეთი ტიპია. ანუ YouTube-ზე ვის უყურებ מחარ? ზოგადად. ცუდი ხელოსანი საეჭო კაცი რა, ვინც მევასება. ხო. აი ძალიან ცუდი ასოციაცია მომდის ხა თავში და არ ამაკს არ უყურებ, იმიტომ რომ დაიშალდ. ეხა მით უმეტეს სათითაო ჯერ ერთად ვერ უყურებ და სარკესთან რამდენ ხანს ატარებ კიდევ ანუ. დერეფანში მაგ სუსარი. შენი სტუმროები ამოჭრელი გაქვს ცალკე, გაქვს ფლეშკაზე? აჩი, ეს გადაცემა როდის იდება? ხუთშაბათს, შემდეგ ხუთშაბათს. შემდეგ ხუთშაბათს 14 არ უწევს, ხო? ჰამაკი ახსენა და ვინც არ იცით, გეტყვით რომ 14 ივნისს საქართველოს ეროვნული YouTube ნაკრები შეხვდება ან იტალიის, ან ყაზახეთის, ან აზერბაიჯანის ნაკრებს სპორტის სასახლეში და შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები და 100% წავა ქველმოქმედებაში რა. და არა ბინებში ვიღაცა არხების. პროცესი გამჭვირვალეა. მეც თამაშობ კიდე რაც შეეხება ამ კითხვას ვპირდები რომ მეორე გოლსაც გავიტან მე თუ პირველი ხმებს გადაიპარსა. ბავშვებო, ნახე თავისუფალი სკამებია, ხო არ გადაჯდებოდით. მოიცა რამე დაპირება, უნდა გამოუტყუოთ ქოროს, ეგრე არ გამოვა, მეორე გოლს გავიტან არა. რამე დაპირება. სპორტის სასახლეში თბილისში.
ვიტყვით მაგას ყველაფერს, ვიტყვით. აჩი რა მე მაინტერესებს ისა ბოდიში. ეს ამხელა პროექტი გაკეთდა, ხო ესეთი მასშტაბური, გრანდიოზული რაღაცა YouTube, ხო მიხთ საით მიმყავს. ანუ მახარა რატო არ არის ისევ ჩართული ამ პროექტში? აი ფეხზე ადგეს და ხალხი მიხვდება თვითონ. ერთი წამი ადექი დაინახე ხალხს. ეგრე შენ სახესაც ხო ხედავენ. კი, მე რამე პრობლემა აქვს ვინმე შენი აზრით? ან შენაზეც რატო იყურება ხალხი გვერდზე? იმიტომ რომ კვაზიმოდოს უფრო კარგად შეხედონ. კომო კუიზუ ბაბო. კვაზიმოდო რო ხსენ ეგრე პაროდია მოუგეს, გაკეთება მოუნდა. ხო, ანუ. კნოპკა აქ რაღაცა. მე რომ მეტყვის, ანუ მოიცა, მახარა ერთი წამი ნახე. ფოტო დაადე, გეხვეწე, აი ჩვენ შუაში კვაზიმოდოს ფოტო. აი როგორი აუტანელია ეს. რომელი უფრო გავს კვაზიმოდოს? და ამასთან ერთად მიდი და რამე გააკეთე. არა, მე შევთავაზე. შენ იჯექი. მე ეთერში დავაფიქსე რომ მე მინდა რომ ჩემი ასისტენტი, მე მოგეხსენებათ. ჩნელი გახლავართ ამ გუნდში. ძალიან მაგარი, მე ძალიან გამი. და მე მინდოდა მახარა ჩემი ასისტენტი ყოფილიყო რა. როგორც მარჯვენა ხელად აგყავს რა, ეხა მაინც პატარა ბიჭი. მინდოდა რომ იქაც ყოფილიყო, მაგრამ დააუარეს. ვინ დააუარა? ვინ დააუარა? ანუ პოსტხოში ნუ რაღაცა უარი იყო რა. არა, ეს ეგ არ ვიცოდი. არა, პირდაპირ ვერ გეუბნება, მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა გიორგიმ საბოლოოდ. შენ ზემოთ ხო ვიღაცები არიან მახარ და იმა დააუარეს. ვინ აბა? YouTube-ზე ვიღაცები ხوارენ შენზე ზემოთ. ვინ? ნუ არის ეხა რა, ვერ ვიტყვი. ვინ დააუარა? ჩამოუთვალე აბა. ჰანგრიმენივე გაისმა ხმა. პირველი ასო. ხო, მახარაზე ზემოთ ხო არის ჰანგრიმენი? ვინ არ არის ძალიან ბევრი. აჩი. ამოსაჭრელი მასალა მოგცე? ამოიჭრება ეს. არა, რა თქმა უნდა ამის გუნდში აღარ შეიძლება. ოფიციალურ პასუხს შეგძლია გამცე, რატო დამაუარეს? იმიტომ რომ შენი ქვეშევრდომობიდან. YouTuber-ები. ცხოვრებაში, რავი, რას თქო მიაღწეო, შენი ქვეშევრდომობიდან დაუარება არის ალბათ ყველაზე ხო. ჩავარდნა. მე მგონი რომ საერთაშორისო სკანდალი შეეშინდა ხალხს ის შერო ყოფილიყო, იმიტომ რომ როგორც ხო რომ აღნიშნა, ყაზახეთის, იტალიის და აზერბაიჯანის გუნდები ჩამოდიან. ისე ცოტა ახლო რომ ჩამოგიყვანა. მე მსნელი. შენ გვინდა რომ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მოკლედ. გავიგე, მაგრამ მე ქვემ წრთნელი რატო არ? ჩვენი მწვრთნელი არის საკმაოდ პუტკუნა, მაგრამ კარგი ადამიანი, ქვემ წრთნელი რატო არ ვარ? ქვემ წრთნელი არ არსებობს ეგეთი, აი დამხმარე. ქვემ წრთნელი რა არის, ვინმე ვიცით? შენ ეგრე მოიხსენე არის გასახდელში ალბათ ბიჭებს. დამხმარე რატო არ ვარ? დამხმარე რატო ხარ? ეს გიორგის გადაწყვეტილება იყო. არა, პირიქით, მე მინდოდა რომ შენ ყოფილიყო. არა, ჩემ მარჯვენა ხელი. აუარა, ტატო მივიდა ეხვეწებოდა, მე ვიქნებიო შენ. ტატო დავაუარი, მახარა იქ უნდა იყოს მე ჩემი ასისტენტი. ვინ გინდა რომ მარჯვენა ხელი იყო? გიორგის. მაფიაში ხო მოგწონს ეგრეული და ჩემი მარჯვენა ხელი არ გინდა რომ იყო. ვინ და ანუ ტიპის სახელი მითხარით, უბრალოდ სახელი რა. ხა ორგანიზატორები არიან, აი ქოროც ერთ-ერთია. მოდი იყოს მირიან გაგოშიძემ დაგაუარა შენ. დიმა იყო? კაი, შემდეგ თემაზე გადავიდეთ რა. ამ kick-off-ზე გვექნება კიდე თემა 7 ივნისის ივენტზე. 7 ივნისი კი არა, 14-ში არის ხო ქორო? კი, 2-ზე გაამრავლე ეგრევე 14. კაი თემები გაქვს აჩიკო ჩაყრილი? კი, დავე ამოვიღოთ. მე მაინტერესებს. მაგრამ მოიცა ერთი წამი, სანამ შემდეგ თემას ამოვიღებთ, ქოროს დაპირება ვერ გავიგე კარგად. მეორე გოლსაც გავიტან. პირველ გოლს თუ გავიტან, მეორესაც გავიტან. რამე გამოუტყუოთ ნორმალური מחარ. რა უნდა გამოტყო შეხედე აჩიკო რამე იდეა გააქვს? რასაც გამომტყუებს, მაგას გიორგისგანაც იღებს ხოლმე ისე და. მაისური ეცვას ფორმის ქვევით, რომელზეც ეწერება. არა, ეგეთი შეკვეთები უკვე მიღებული მაქვს, დაკავებულია ეგ ადგილი. რომელი ზონა არ არის დაკავებული, მაგას ავიღებთ ჩვენ. ხო, რაღაც სახის გარდა ოღონდ გეხვეწები. ხალხი საინტერესო. ყველა თავისას ჩალიჭოს. მოიცა, გვაცადეთ, კაცო, ჩვენ რაღაცას გამოვურჩეთ. ბიჭო, რავი, რა გინდა? აჩი, მითხარი, აბა რა გინდა და გეტყვი კი ან არა, სა. ბინის გამთამაშება. მე მგონი შენ არაფერზე წამსვლელი არ ხარ და შემდეგი თემა წაიკითხე. შენ კი ბატონო. მარტივად ძალიან დიდი თემაა. აუ, מחარას თემა მოვიდა. ახალი თამაში კევბურთი. ანუ მიხვდებით რაც არის, ამის მოგონილია. ვიგრიგობით ჰაერშის ყორცნით პირში დამუშავებულ საღეჭრეზინას. არის 3 დისციპლინა. პირველი სიმაღლეზე სროლა, მეორე შთამბეჭდავი პერფორმანსი, მესამე სიტყვების მოსწრება ასროლილი კევის დაჭერამდე. ჩაითვლება მხოლოდ უკან დაჭერილი კევის ცდები. გამარჯვებული მიიღებს ფინანსურ სარგებელს. შემფასებელი იქნება აჩვი. ბიჭო, აი ბავშვებს რა მაგალითი უნდა მივცეთ ეხა აი აჩი ცირკზე ვიხუმრე, ცირკი ჩამოვიდა რუსთავში. აი, ვინ იქნება პირველი? აღარ მაქვს სუმაკ 10 ცალი. მახარ, ნახე ბოლოში.
ფინანსურ სარგებელზე იყო. ფინანსურ სარგებელზე არა. აჩი, ფინანსური სარგებელი რამდენია? რამდენი ლარია? საკმაოდ სოლიდური თანხარი. რამდენია სოლიდური? მოგებულს ჩაერიცხება და მიხვდება. ქეშიც არ არის? არ ვენდობი. აი, რო ვივარჯიშო აჩი შეიძლება? შენ თუ არ იწყებ კი. აი, მორჩებით და მე. მე არ ვიწყებ. აუ, ძალიან უაზრობა უნდა გავაკეთოთ. გვაპატიეთ ხალხო. დაურიგე და არ გაყიდო. ზეა თან. ჩემი. აუ, რა გავაკეთე. მოგცემთ, აი ნერვიულობთ. შენ რა სისულელე აი, კევის გამოჩენა მაგ გამოიწვია. ეს ჩელენჯი დასრულდეს და კამერის წინ გადარბის უკვე ხალხი და ასე შემდეგ. კაი. რა ნაყინებს არიგებენ იქით ძალიან შორს. არ იმუშავა წეღან. ბავშვებო. ნაყინებს და წყალს. იქით ძალიან გთხოვთ უკან დაიციეთ. ბავშვებო, გთხოვთ ძალიან წესერთ მოიქეცით. ეხლა ნახეთ מחარ რა სიზამს. ერთი წუთი კითხვა. მაგალითი აიღეთ ამ ადამიანებს. აჩი. ხო. სიმაღლეზე სროლა რო წერია. უკან ხო უნდა ჩაიგდოს უეჭველი. ხო არ წაიკითხე ბოლომდე, ბოლო წინადადება წაიკითხე. ბოლოს წინ. ასროი კევის და ჩაითვლება მხოლოდ უკან დაჭერილი კევის ცდები. მადლობა. რამდენი იცდა? კერწამს არ დაიწყო. ვინ იწყებს? მე არ ვაპირებ ამ ჩელენჯში მონაწილეობას საერთოდ. გამოვეთიშები. საშინელება. შენ ზეთიშები? არა, არ ვეთიშები. ეს შენ რო იყავი გადაცემაში, მაშინ იყო ხო კევების და ეს კალა. სოლიდურ თანხაზეა თამაში. სოლიდური მე გამაგებინეთ რამდენია ეხა 20 ლარი სოლიდური არ არის. მახარასთვის არის, მაგრამ ჩემთვის არ არის. მახარასთვის ყველანაირი თანხა სოლიდურია. აჩი რო ავაგდო და ავკეცლო და უკან ჩავიგდო. აი ეგ მეორე კატეგორიაში გადის, ნახე, მეორე კატეგორია რა ნახე, არის? პროფესიონალები არიან ესენი. მან არის ერთი, მაგრამ ხალხისკენ რო გადამივარდე, საით გავრბივარ მე. ანუ საით შემიძლია რომ შევუხვიო. ყველაზე ახლოს თბილისისკენ. როგორ იქნება კევის აგდება? კაი, გაიწელა ძალიან. ვინ იწყებს? ერთ წამს მე მხურდები. მახარა. არა, მე არა. მე დიდი ერთი ცალი უნდა ჩამედო. აქ დამჭირდება მაყურებლის დახმარება რა. პირველი არის სიმაღლეზე სროლა. თქვენ უნდა მანიშნოთ ვინ უფრო მაღლა ასტყორცნის კევს. მიდი. ეს დიდია. მიდია დიდია შეჭო. ამან დაღიჭა და ეხა თავიდან იღებს, თო ახალ წყვილს იღებს. რას აკეთებს? ხო რო? ანუ დიდი ჩავიდეო. ბურთი არ ვარ გოდა, სხვა გინდა? არა, ხო, დიდი კევი ჩავიდეო 20. მახარ დაიწყე, მიდი. გელოდები რა, სიმაღლე დაიწყე შენ. არა, ჯეინანი. დაიწყე მახარ. რა. წააგე. მახარ დაიწყე. დაიწყე და. რამდენიც დაგვაქვს? პირველი დაჭერილი პირში ჩაითვლება. კალა, შენ გამოეთიშე? რა თქმა უნდა. აუ, რა დებილობას ბოდიშით რა. ხო. არა, ბოდიში რა, თუ არ გინდა და არ გაკეთებინა, მე არ ვაკეთებ. ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მე მგონი ამ პოდკასტს ვინც უყურებს, ესეთ რაღაცებს მიჩვეულია წესით. ხო. ხალხს გაყურებული აჩი, სხვა რაღაცას მიჩვეულია, მაგრამ ხო ხედავ როგორ კორექტურები ვართ მაინც. მიდი ეხლა გადავაი დროზე. არა, просто ააგდე, მაინტერესებს. შენი გადამოფურთხებული კევი მაინტერესებს. მიდი რა, ააგდე. პატარაზე ავაგდე. მიდი დაიწყე. ანუ კაი, ვიწყებთ? და უკან გაიწიეთ, ბავშვებო, თავში რო არ ჩაგეწებოთ, მე თმის მოჭრა მოგიწევთ. დაუვარდა. მაქსიმუმ 3-ც და არის დაჭერის გარეშე და ვარდები. კაი, მიდი. ქორო. ეს გასახურებელი იყო. ესე ვაფშე არ. არ დავღები. არაფერი ამოაყოლო გეხვეწები. აი, ეს დავიმახსოვროთ, მე ვერ დავინახე რამ ხელაზე აგდო. დაიმახსოვრეთ და შევადაროთ ეხა მახარას. აუ, ეს გამწარებულია, შეჩემა, გამოეკანე ბარე. რა მოხდა, კალა, ვერ დავინახე. დაუვარდა. კაი, ერთიც დადარჩა მახარას. ჩემიც და არ არის კიდე? კი, ქორო, შენ გაკიდე. ქორო იგივე ბურთით აგზელებს მეგობრებო თამაშს. ქორო შეუძლია გააუმჯობეს. მე პატარა ქართველი ვარ თქო მოვასწარი თუ დააფიქსირი. ეს ატყორცნილი მეც დავინახე დაჟე. არა, მე პატარა ქართველი ვარ, ხო გაიგე, ლექსი დავიწყე. აი ეგ მესამე კატეგორიაა, ხო? რა. მახარ პირიქით რო დაიჭირო მე. არა, ხელი არ და. რა მახარ ბოლოს დაგაკეხა. დავუსტვინოთ რა. კაი, პირველი ტურის გამარჯვებულია ქორო. ჩაგეწებ. ეს 3 ტური არის? 3 ტური არის. პირველი არის სიმაღლეზე სროლა, მეორე არის შთამბეჭდავი
ეს მოძურა რა აგდება მიდი და მესამე არის სიტყვების მოსწრება აგდების. დაიცა, ეხა ანუ ლექსით ყვილად დავიწყე, ხო? ქორო, ეხა ერთი ქულით შენ ხარ წინ გაჭრილი. აჰა. მეორე ტურში ეჯიბრებით ერთმანეთს ყველაზე შთამბეჭდავად ვინ ააგდებს. კევი აღარ ექნება იმას. აქ უკვე სიმაღლეს აღარ ვზომავთ. ეხლა რა არის, რა თქვი? გრაციოზულად უნდა ააგდო და დაიჭირო. ეგ არის რა კევით პერფორმანსი არის ხო? გრაციოზული აგდება. ბა. შთამბეჭდავი გრაციოზული აგდება. იგივე სამიც და. დაიწყე. აქ საოცარი პერფორმანსი იდება. კევზე ნუ გადავაყოლებთ ფულ პოდკასტს, ესეც საინტერესო და მაგარ გადაცემას. ხო ხედავთ როგორი შემეცნებითი გადაცემა. აუ მაგრა ჩამაჭირა მზე. დაიწყებ თუ დავიწყო? ეხა რა დისციპლინაა? გრაციოზული. შთამბეჭდავი გრაციოზული. შთამბეჭდავი? ყველა მოძრაობა ითვლება რა ამ ტურში. ქორო იღებს თან. არა. აბა? რა ავაგდებ ფოტოს გადავიღებ. რო ავაგდებ ფოტო რო გადავიღო გიოსთან და მე დავიჭირო ხო გრაციოზული. შევაფასებთ მაგასაც კი ნაწილი იქნება შენი გამოსვლის. აი მაგას თუ იზა მოგებული გაქვს უკვე. აი იყო ფავა. ერთი დახარჯა ქორომ, מחარ შენ ჯერი. იდიოტია. ორიგინალურობას როცა ეხება, საქმე მე შინია ხო, מחარ შენ აქ ფავორიტი არის מחარა წესით. კი. აბა? პირში ვერ დავამზადებ. მე არ მესროლო თორე. ჯერ პირში ვერ დავამზადებ. დრო დამჭირდება რა. מחარ მე გესვრე, რაღაც გამომიხენე რა მე შარგინდა. არ გავამხნევოთ რა თუ შეიძლება ესე გავაგრძელოთ. არა. გიო ლექს წერ თუ კევი უნდა ააგდო და პირში ჩაიგდო ისევ. מחარ, ეხა. გასაკეთე. თვალი გამიშტერდა პროსა. აი ამ ტურში ერთიც დაგვაქვს რა, მაგის თქმა დამოვიწყე. ანუ ვერ გამოიყენა. მე წავაგე? ქოროსი იყო, ხო, წააგო. ნებისმიერი დაჭერა ჩამეთვლება მაგის თქმა გინდა? ხო. რა ხო? ვერ ჩა. ეისათვის პირველი რენტოვდება. აჩი ნახე, რას ჩეთერობდა და ვერი ჩეთერა. აი, დამატებითი დრო მაშინ ერთიც מחარ. ერთიც מחარ, ქორო? კაი, ქორო შენც. კაი, მიდი გააკეთე. თვითონ კიდე ერთ-ერთი გვაქვს რა. რა თანხაზია საუბარი კიდე არ ვიცი? სოლიდურ თანხაზეა საუბარი. აჩი ხო იცო დაგერხება ეგ სოლიდური თუ სამნიშნა იყო. სამნიშნა არ უნდა იყოს? 4 ნიშნა უნდა იყოს? მეგობრო, პოპკორნი ხო არ გაქვს წამოღებული, რომ აი ცხოველებს რო აჭამოთ თან. იგივე გააკეთე, ბიჭო. გაგვეწელა ძალიან. ერთმანეთის რო დაიჭიროთ. ჰაერში რო გავცვალოთ. რა გააკეთა? ნუ როგორც მინიმუმ დაიჭირა შენგან განსხვავებით. არა, ხო და მანამდე რა გააკეთა? მანამდე ხელი გამექცა ვიღაც უზნეო ადამიანის. מחარ, მალე. ვერ დავინახე რა გააკეთა, ამიტომ რო ვიჩეთე რომ მოვიგებთ, ხო? ბიჭო, ამაში ნუ გავაჭრები რა, გააკეთე, ბიჭო. ხო, ავიზ. გასკარად მაგარი იყავი და წეროებს რატომ წეროები უნდა ვითამაშო. მოდი და აგდების რა. ეგ თუ ჩაიგდა ეგრევე წავაგებ მაშინ. აი, გააჩნია აი ამ ხელას. აუ, მალე რა ხალხი დავიღალეთ აქ ძმაო. წეროები დაიჭირე. რატომ კაცრო პირი გავქცეოდა და დამეჭირა. ქოროს ჩაერიცხება სოლიდური თანხა. ეხა სოლიდური თანხა ითქვას. აჩი, მესენჯერში მოგწერო, ხო? ანგარიში მომწერე Facebook-ს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. აუ, თანხას არ ვამბობთ მაინც? ხალხო არ გაინტერესებს არდენზე იყო? ეს რა არის? ვერ არ არის აჩი საინტერესო. მე მგონია რომ ეცა მოგებულმა გადაწყვიტოს გააჟღერებს თუ არა. 83 თეთრი ჩაერწყა. როგორ? მე არ ვაჟღერებ და კევს გადავცემ ბავშვებს საკეთვისრი ერთ იქით. всё, ეგა, ვახ. რა საკეთ? ქორო, შენი ბრალია ეხა ეს. მოგებულმა გისროლოს კევიო არ თქვი? არა. მაგარი ბავშვები უკან გავიწვევთ კამერაში შემოდიხართ. მორიგი თამაშობები და თანხა არ სახელდება ხო ისევ? ანუ მაყურებელს ესეთ პატივს ვცემთ ხო, რომელსაც აინტერესებს რამდენი მოიგო ქორო? ჰაჩი. მოგებულმა გადაწყვიტა და არ გაჟღერდება. მოგებულმა ქორო ესე მაყურებელს ესე პატივს. ბიჭო, აჩი მომწერა რომ თუ არ გადაწყვიტავ ეგრეო, არ ჩაგირიცხავო და რა გავაკეთო.
კალა წაიკითხე. მაგ შენც არ გაინტერესებს შეჩემა თანხა? წაიკითხე რა გიო. ზუსტად ვიცი რომ ერთნიშნაა რა. მეც ეგრე მგონია. ვინც ეს ფურცელი ამოიღო? არის საჯი. დანარჩენი ორი ერთმანეთს ეჯიბრა ნივთების ჩამოთვლაში. ხო არ რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს წარმატებულ YouTubers. საჯი გადაწყვეტს ჩაითვლება თუ არა მონაწილის ნათქვამ ვერსია, წაგებულს ჩამოაფარებ ტომარას მომდევნო 2 წუთი. აი ცხელა რა ტომარას, მაგრამ ამას ოკი არ იღის. დავაი. წარმატებულ YouTubers ანივთები უნდა ქონდეს. დავიწყოთ დაიცა შენ საჯი ხარ. ხო და დავიწყოთ მეთქი საიდან დავიწყებ ჩემზე არის მე. მახარ შენგან დავიწყოთ, მოდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ქონდეს კომპიუტერი. კომპიუტერი პროცესორიც რო გითხრა ბარემ შესაძლებლობები რა. ყველა კომპიუტერს ვერ მივიღებ. კომპიუტერი. ვიდეო კარტა აი როგორი აი 50-80. 50-80. კაი, მიღებულია. ხორო. კამერა. კამერასაც ხوار დაიკონკრეტებდი მაინც. Blackmagic-ი. მახარ. აბა შენ რას გვეტყვი? მეგონია ტელეფონის garaშე რთული არის YouTuber. ხო მართლა? ხო. როდის აქედან აღიარებ ტელეფონს? არა, რო დაგირეკონ, დაურეკო რაღაც, ანუ ხო დაგჭირდება ტელეფონი. ტელეფონი ჭირდება წარმატებულ YouTubers. აუცილებლად. აუცილებლად ჭირდება, მართალია. გამომწერები. ეგ ქოროს ნივთებად მიაჩნია გამომწერები მეგობრებო? ანუ ხვდებით ხო? ნივთები, მაშინ ესა შემდეგი თამაშია, რა ნივთიც მოხდება ეს როლე ქოროს? მე არ მყავს, მაგრამ არა, 30 წამი გაქვს ხა, უნდა თქვა. გავიდოს. მე არ მყავს. მანქანა ჭირდება წარმატებულ YouTubers? ნუ პრინციპში პროდაქშენისთვის. არა, მეტროთი მანქანა ხო ვეწავა. ყავს. არა. მე მეტროთი დავდი. რითი მოხვედი? მანქანა მანქანა რითი არ მოხვედი? რითი მოხვედი? მარშრუტკით. მარშრუტკა რა არის? მარშრუტკა. არა, რაგირს ეგ მარშრუტკა. მეტროთი რატო არ მოხვედი რუსთავში? ვერ ამოვედი მარშრუტკას დავაჯექი და ამოვედი, მაგრამ რა შუაშია მე არ მყავდა. მარშრუტკას დააჭიქი. რატო ახატია შენი სახე იმ მარშრუტკას? ვიღაცამ დითიც და ამოხვედი. მახარ მანქანა ჩაეთვალა ეხლა. გისმენთ? მე ეხლა მგონია. ბარგალკა და რაღაცები აქვს. არა. ლომი და ესა. არა, მიკროფონი. მიკროფონი უნდა მივიღოთ. პეტრლიჩკა აღარ ვთქვი ახლა. ქორო. ჩემი ჯერია, რამდენი წამი მაქვს? 25 და კალა რა ხან საჯი ხარ დროც დაუნიშნე რომ ძალიან არ აჩი დაუნიშნე რომ ნუ მასწავლე ახ თორემ ბასტო არ ითולה. მიდი მე წელავ ძალით. რა სწელო, ჩემი პასუხი არ ანუ შენი. 25 წამი დაგრჩა მაუსი? რა? აი ხა ეგ არის უკვე რა მაუსი? მაუსი არ ჭირდება მაუსის წარმატებულად. გარეშე რა გაგიკეთებია? გავიდა 30 წამი. არა, კომპიუტერში შედის. 30 წამი არ გავიდა. აი 10 9 8 აი ის შვიდი. რა ქენას? ბაზბოჩკა. კაი, ახალ მაგიდა, თქვი. ააგო. მაგიდა წარმატებული YouTubers არ ჭირდება ძალიან ბევრი წარმატებული. ძალიან ბევრი წარმატებული. ააგო, მე ვიდეო YouTubers. ვიდეო ნანა. თომარა სტუდიაში. ტომარა. აჩი ტომარა მომეც. აჩი. ტომარა როგორია შენ წარმოსახვაში? აი გიჭირავს ეხა როგორიც არის. სხვათა შორის ეგ ნივთი რო გეთქვა ქორო არ წააგებდი. ჩასადები? შტატივი, არა. თავზე თავზე ჩამოიწ. რა ჩამოვიდ? თავზე ჩამოვაფაროთ ქოროს და ამასობაში გავაგრძელოთ რენდომ თემის წაკითხვა. კარგად ჩამოიცვი. ანუ სახი არ უნდა გიჩანდეს. ბიჭო, დაცრული უნდა. არა. დავიგუდი. და ჩემი მაყურებელთა რაოდენობა გაორმაგდა მეგობრებო. ბოდის გიხდით იმ სახისთვის რაც აქამდე ჩანდა. ახლა ამოვიღოთ შემდეგ რენდომ მე და შენ გავაგრძელოთ. შენ ცუდი არაფერი იფიქრო. გველაპარაკე თან რა. ხო ჩემ შობლებს ხომ 20,000 გადმოურიცხონ რომ გავთავისუფლდე ამ ორი ვიგინდარისგან და შემდეგი წენდომ თემა დაასახელე რამდენი 1000 ნახვა აქვს ქოროს პირველ სტუმრობას ფუ პოდკასტში შორს ვინც იქნება ქორო უნდა გავსოს ქათინაურებითო კაი, ზეპირა თუ ამბობთ ამას დაწერა არ უნდა სამთვლაზე. ქოროც ამბობს? ქოროც ამბობს, რა თქმა უნდა. და ქორომ თავის თავს ეუბნება ქათინაურებს, დიახ. კაი. ვედი. დავითვალო? ხო. 3 2 წავიდა. 140,000. 100. შენ რამდენი ხი? 200. აუ, კალა შენ 140 ხო? 140 ვთქვი მე. მახარამ 100-ო. ყურადღება სწორი პასუხია 157. ოპა. ქორომ წააგო. მახარამ წააგო. არა, ქორომ წააგო, ხო. ქორო, ტომრიდან შენ თავს ქათინაურები შეგიძლია დაუწყო. ვაჰ. ბოდის გიხდით?
დაბრუნდა. ქორო საკუთარ თავზე უნდა ელაპარაკო ძალიან დადებითად. ბიჭო, მე რო ტომარა ჩამომეფარ მზე იყო მაშინ? ხაიცა ეს ვისი ხმა გავიგე? ვაიმე რა კაი. ხუჩაბათია უკვე. არა, ძალიან საყვარელი ტიპია, ვისი ხმაც ისმის ეხლა გისმენთებით ჯუალ ჩაიყვეხებიან ვიღაცები, თან აი როგორი ტიპია, იცი, ეხა ვარჯიშიც რო დაიწყო, რო ძალიან მაგრამ მოუხდა, მოიმატა, ესეთ საშინელ გადაცემებში რომ მიდიხარ, ვაფასებ ძმაო, მაგარი კაცი. ვენები რატო გიჩანს? გვერდით რო აუტანელი, უზრდელი და უზნეო ადამიანი გიზის. და მის პოდკასტს რო 187,000 ნახვა ქორო. ასოციაციების თამაში მოვიდა მეგობრებო. ასოციაციების თამაში. რაზეც რა თქმა უნდა მომენტ არ გათამაშდებთ, რომ გასვლითია და არ ითვლება. თან ქოროს არ მივცემთ ნებისმიერ შემთხვევაში. 10 ლარს მოიგებთ, მაგრამ პრესტიჟისთვის ძალიან. ჩემი აზრით ასოციაციების თამაში და ჩავატაროთ საქართველოს ჩემპიონატი ჩვენ. პოდკასტი. ისე ცუდი არ იქნება. სუდი იქნება მართლა ასოციაციების თამაში. მეგობრებო, მოვლენ წვილებად. მე მგონი არავის არ მოეწონა. მოიცა, დღეს ქორომ თუ მოიგო მონეტას მივცემთ. რატო? ჩაოლებრივი თამაშია מחლა. ხო, მაგრამ მეორეთი ყანუ ჩეთელია. არა, მონეტას ოქროს მონეტას მიიღებს ქორო თუ მოიგო. მადლობა, აჩი, შენ ხარ ნამდვილი მეგობარი. და სოლიდურ თანხას. სოლიდური თანხა მიღებულია. ხო, გითხარი სიტყვა, აბა, უცებ არ წაიღო ოქროს მონეტა, მაგრამ მაინც. არა, თუ მაყურებელი არ დაიხმაროს თუ შეიძლება. ისა დამავიწყდა სიტყვას ვამბობ და თქვენ მღერით, ხო, მაგ სიტყვაზე. მიდი. რა სიტყვას ვამბობ, არ მახსოვს ეს თამაში. სიტყვა თქვი და ჩვენ მოვიფიქროთ მე ასოციაცია მაგ სიტყვაზე. რამე სიტყვა თქვი და? არ ეს აი, მაგაცემას არ უყურებ? არა. გადაცემა არ გაგიმაზავი, არ ვიცი ეხა როგორ ხდება. ლაწირაკი შეიძლება? მიღებულია ლაწირაკი. მე მზად ვარ. მეც 3-მდე დაითვალე. 1, 2, 3. ბავშვი. ბიჭო, ბავშვებზე ლაწირაკზე ბავშვებზე ჩვენ არ გვითხოვ შენ. მოდით ბიჭო, ეებს იძახი. ჩვენ მარტო ბავშვი თქვით. ლაწირაკი 80 წლის არ მინახავს ეხა მე და რავი. ბიჭო, მე მithქვამს, არის პენსიონერი ლაწირაკი არ მინახავს. 1-0. ბავშვებზე საშინელი წარმოდგენა გაქვს. ათი 2-მდეა, ხო? შენ ნივთები დაუძახე წეგან გამომწერებს და ძალიან გთხოვ. 2-მდეა თამაში, ქორო ცოტა რთული სიტყვა თორე. ბავშვო, კამერიდან ოდნავ ჩვენი გამოიწია. CDC-ის იმედად მოიქნები, რამე რთული სიტყვა. კამერიდან გვერდზე გაიწიეთ. მოდი იყოს მაშინ. ნახე, მაგა ჩემ ფლანგზე უფრო მეტი ბავშვია. ორთომელი. რა? ორთომელი. არ ვიცი ასე შნავს. ორთომელი იცით ვინმე? ახალი სიტყვა არ ითვლება. ქართული სიტყვა ბაკალი არის ორთომელი. კაი, ეს გაგვემარიაჟე რომ რაღაცა იცი, კაი, ეხა მართლა გვითხრა. არა, რთულ სიტყვაზე ვფიქრობ. პირიქით, გუნდიშა მოიგო სიტყვა ყვითელით. გუნდიშა მე ხა იმიტომ მოიგო რომ ხო იცი მაგა. ახლობლებიც ყავდა ამ პოდკასტში. და გააწურინა, მაგრამ აი რაღაც. აუ ისე გაასწორებდა წყალი რო ყავდეს სპონსორი რო აი წყალი. აი ქართული წყალი. ცოცხი. ვერ გავიგე რა? ცოცხი. 1, 2, 3. არა, უნდა თქვა რომ ზათარიან ეგრევე. ხართ? ბიჭო, რეებს განახო, ვერ მიყურეთ, ბიჭო. აკეთი. მახარას და კალას მიმართავ რა, ამოჭრა არ მომიწიოს. კაი ხო, კაი, რა უნდა იყოს ხა ისეთი. მიდი. კარგი, 1, 2, 3. აკანდაზი. აი ცოცხზე რას ვიტყოდი? აკანდაზი მარტივი იყო, ხო? თავიდან სხვა რაღაც მიკარნა ხე? მოდი დავიწყოთ ეხა, ეს იყო მოთელვა. აკანდაზი ეხა მართლა დავიწყოთ, ეს ამოვწრათ. მიწაზე რომ დებ ხო დაბლა დავდე რა. ეს ამოვწრათ და ეხა სიგიჟე. არა, ქორო წააგე შენ. შემდეგი რენდომ თემა. აი, შემდეგი რენდომ თემა. მომის კიდე ერთი ვითამაშო ოქროს მონეტა თუ გებ, თუ წააგე შენც რამე დადე. არა, შენ რა სოლიდური თანხა ჩაგერიცხა? ოი მან. მე და მახარას დავკვატიჟებ მაგით. ხო, ეხა. რუსთავში რესტორანი არის კარგი. სო. კარგი თქო. კაი. კარგი არ არის. დარწმუნებული ვარ მაგ სოლიდური თანხით. სამი პონჩიკი მოგივა. სხვადასხვა რევიუები წამოვიდა. ხიკლის სახლი წამოვიდა და სავანი და მე მგონია რუსთავში არ არის კარგი რესტორანი. სხვა რა ვარიანტებია? ოთოს შაურმა. კაი რესტორანი ოთოს შაურმა. და დამფუძნებელს რო გიორგი ერქვას. აი ეგ ხო კრეატიულია უფრო. აჩი წავაგე ხოვსეო რენდომ თემა. კი, უშანსო წააგე. ფულს თუ ჩამოვა მეორე ხელს თავაზობ, მახარა შაურმებს არ ჩამოვა. არა, ოქროს მონეტას გაყიდი.
$2000 მინიმუმ. სად არის აბა მანახე? აჩი წამოიღე? ფოტო მაქვს. რენდომ თემებზე გადავიდეთ. აჩი გეთქვა რომ არა, აი ფოტო რომ რა შეცვალა. 13.3 გრამიანი ბაჯაღლო არ მინდა რომ ოქრო შენ აი წააგო რა ვერ მოგვიგებს ახლა ვერავინ ამ თამაშში ჩემ. აა გუნდიშა ეგრე ნუ იძახი შეჩემა გუნდიშა რომ მოიგო უფრო ის არის. გაფანტული შეკითხვა ქათ ქოროს. უცხო პლანეტელებთან მოლაპარაკებაზე რომ მიდიოდე დედამიწის არ აფეთქების ამბავზე. პოდკასტის რომელ წამყვანს წაიყოლებდი დასახმარებლად. მე იქ ვიქნებოდი და ჩემთან მოხვიდოდი მოლაპარაკებაზე, მაგრამ მაინც, კაი, თქვი. დასახმარებლად თუ დასატოვებლად რა წერია მან? მოსალაპარაკებლად უნდა წაიყვანო. მაგარი არჩევანი პოდკასტის ორი წამყვანი და ერთის უნდა ანდო სამყაროს. უილიამ ოლასი. ბიჭო, სავარაუდოდ მაინც ამას წავიღებდი, იმიტომ რომ რამე დაიტოვებდნენ და რაღაც თავისიანებს გაუგებდა კარგად და ეს თანხას მოითხოვდა რაღაცას. არა, რაღაცა ისეთ სიტყოდა რომ აი თანხას სუფიხებზე დაიკიდებდნენ დედამიწას და ამაზე გადაერთვებოდნენ. არა, გეტყვი, ეხა გეტყვი, შენ და מחარა მიდიხართ უცხო პლანეტელები ხვდებიან. ხო. და ჯერ ეს მიო ჩამოართვეს ხა სამ შენ გამოგეყოფა ეგრევე. ეს უკვე თავისიანი. მივა იმ მესამე ხელს ჩამოართვეს იმ უცხო პლანეტელს და ეუნება რომ სმო რა უნდა ისო ლაზერი მიაგიწყობ მაგლაზერს. უკაცრავად რა საბოლოო პასუხი კალა ირჩიე ხო ქორო? არა. აუ შენ ვისკი. არა, პატარა სცენარის გათამაშება მინდა מחარა უცხო პლანეტელი რო იყოს და მოლაპარაკება რამდენად კარგად წარიმართება. ვახ. ანუ מחარა ირჩია შეჩემა. მე ამირჩია. კალა ავირჩიე, აჩი. მაშინ მეორე უცხო პლანეტელი და מחარა არის ისა რა ქვია. მომლაპარაკებელი? ხო. კაი, მოდით აბა. კარგი, მეგობრებო, მოემზადეთ კრინჯის დეტექტორები გამორთეთ, რომ არ გაგისკდეთ და თვალებიც რო დახუჭოთ, ეგეც არ იქნებოდა ორიგო. იუი. მე და შენ ვართ მოლაპარაკებაზე ამას. იუი. მე ვარ უცხო პლანეტელი, თქვენ ხართ? მე უნდა გავანადგუროთ თქვენი პლანეტა. დააკაკუნე. ჯერ არ შევსულვარ. ხო, დააკაკუნე რომ შევიდეთ. უცხო პლანეტიდან რომ შევიდეთ. დააკაკუნე ჯერ. აი, პირველი შენ დაელაპარაკე. მე და ეგრე მე მიმიში. დაუკაკუნე. ამა უყარს ასე. დააკაკუნე. ლინკლონ. იუი. არ გაუღია კადი ჯერ. მობძანდით. გამარჯობა. აი, ეს ჩვენი ბიძაშვილი პლანეტიდან ის ძალიან საინტერესო. თქვენ არ გადაშენდით, ანუ უკანასკნელი ხართ ხო თქვენ? რატო გინდათ რომ გაგვანადგუროთ? ამას არ შეხედოთ ისე. თქვენი არხი ვნახე მე ჰამაკი. და მე ვფიქრობ რომ დედამიწა არ იმსახურებს რომ გააგზელოს ცხოვრება. იცით ეს ბოდიში ბატონო თუ ხალბატონო ხო პლანეტები თავზე გაქვთ ეგ რაღაც და ვერ ვიგებ. როგორ მოგმართოთ? ეს შენთან არის? არა. სხვათა შორის რო იცოდეთ. ეს თუ დედამიწელია? არა, ეს თუ დედამიწელია დამთავრებული ამბავია. ყველა ესეთი არ არის, მართლა. ყველა ესეთი არ არის. ერთი ყავდა ესეთი და თქვენ წამოგიყვანეთ რომ უკაცრავად. გისმენთ? ამაინტერესებს. თქვენ როგორ ხალბატონო თუ ბატონო, როგორ მოგმართოთ? ესთან არის უკაცრავად, კიდევ ერთხელ დავამბობ. მე როგორც ვიცი თქვენ ჩამოგივარდათ ეს დედამიწაზე. კი. და აი მოგიყვანეთ და იქნებ აი 9-თავიანი გველეშაპის შვილი არის ეს და გადმოუვარდეთ. ხო და აბა იქნებ ვისნათ დაიტოვოთ და დედამიწას. აი რატო უნდა გავანადგუროთ დედამიწას? აი ეხლა გეტყვით თავიდან ბოლომდე კონცეფცია აქვს მოფიქრებული და გეტყვით რატო არ უნდა გაგვანადგუროთ. აბა ჩვენ ენაზე გითხარი. ჩვენ ენაზე გითხარი. ზართხოთ რომ არ ბომბოთ. ჩვენ ესე ვლაპარაკობთ ამ პლანეტაზე. აი რომ მოვუსმინოთ. ის არის რა მაინტერესებს რატო ბომბავთ ჯერ ეგ მაინტერესებს. მე გითხარი რომ ჰამაკი არხი ვნახე და არ იმსახურებს დედამიწას ცხოვრება. ეს არის ერთ-ერთი. თქვათ გავაუქმეთ იმ ორსაც ამოგიყვანთ და ესენი რო ჩახოცოთ მარტო. მე საეჭვო კაცის გამომწერი ვარ. 260,000 გამომწერზე თუ არ ვჩნდები, შეგვპირდა რომ ცხვარში მივდივარო. აჰა. და გადაგვაგდო ჩვენ გამომწერები, აქ მარსიანელები და ეს ყველანი გადაგვაგდო და ვაპირებთ დედამიწა ამიტომ გავანადგუროთ. კი ბატონო, მაშინ თუ წახვალ ცხვარში დავტოვებ რა, ანუ არა, გაგვანადგურეთ. ანის ბინა მაინც რო შემოხვედროთ, აი 2-დან 1 მაინც. არა, გაგვანადგურეთ, მადლობა. ესეც ხო განადგურდება? კი ბატონო, გაგვანადგურეთ. მე არა. ხო. შემდეგ პლანეტაზე ხარ გასაფრენი და მალე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. არა, всё, ვის არის? ჩაბრიდე? გაგვანადგურეთ? რა თქმა უნდა. მადლობა, დაისვენებს თელი. აი, შემდეგი თემა. ვინ დაისვენებს? ამოიღეთ ახლა
დავიღალე რა. არა, საჯირო ვიყავი, კაი იყო ეს. წყალი მინდა. წყალი სპონსორად არ არის, ისედაც არ არის. თავი რო გადავაგდო. რუსთავს ნუ უკეთებ სულ რეკლამას, რომ ეხლა ზიხარ და წყალი არ არის. ერთი წუთი, აი რა დასაწყისით აი 3-იც დაგაკ, რომ დასაწყისი გამოიცდო კითხვის და რაც შემერიცხება იმას მოგცემ. სპონსორი მოვიდა. მადლობა. ქორო ხმამაღლა. ვერ დავლევ ამდენს ფიზიკურად. კაი. ბარბადოსული ძაბგველა მსოფლიოში ყველაზე მოკლე გველის ჯიშია. მოდი თავიდან წავიკითხავ, რომ კარგად გაიგო. შეიძლება იცი ეგეთი გველი. ბარბადოსული ძაბგველა მსოფლიოში ყველაზე მოკლე გველის ჯიშია. დაასახელე მაქსიმუმ რა სიგრძეზე იზრდება ეს სახეობა. შორს ვინც იქნება, ძალიან წვრილი ხმით უნდა გვითხრას სადღეგრძელო და დალოცოს აქ დამსწრე აუდიტორია. რა ყველას დიდი თუ პატარა? ბარბადოსული ძაბგველა მსოფლიოში ყველაზე მოკლე გველის ჯიშია და ასახელე მაქსიმუმ რა სიგრძეზე იზრდება ეს სახეობა. სწორია. კაი, მზად რო გექნებათ პასუხები დავითვლით. ბარბადოსული ძაბგველა, ხო? ხო. პასუხი ვინ უნდა თქვას პირველმა? არა, ერთად უნდა ვთქვათ. არ მიანიშნოთ, ხა ვიღაცების ერჩავენ ტელეფონებში სანტიმეტრებში თქვა თუ რაში? კაი, 3-მდე დაითვალე ათში და ვიტყვით. ყურადღება 1 სანტიმეტრებში. 2 3 1 სანტიმეტრი. ცალ-ცალკე თქვით ხა 1 2 და 20 მეტრი. 1 სანტიმეტრიანი გველია. ყურადღება 1 სანტიმეტრი. სწორი პასუხია 10.4 სანტიმეტრი. წააგე. აუ, რითი მოვიგე? დიდი მადლობა რომ მოხვედით მეგობრებო დღეს ჩვენთან. მოიცა. ძალიან გამიხარდა. ერთ წუთი. გიყურებთ. თუ შეიძლება მე რიქიფეს რომ შევავსოთ სასმისები. არ წაგიგია ერთი წამი. არ წამიგია რატო? იმიტომ რომ შენ თქვი 1. მე ვთქვი 20. ამან თქვა 20. გველი თვითონ არის 10.5 სანტიმეტრი. 4. ამოცანა გვეკითხება, ვინ წააგო? ვინ უფრო ახლოა? დიდი მადლობა რომ ჩემთან გადმოხვედი ალავერს. მე მინდა ყველა გადღეგრძელოთ მეგობრებო. ჩამრთელობა, ბედნიერება და ოჯახის უფროს გადავცემ ხა სიტყვას. გაიხარე. აი, შენ შეგეძლო ჩვეულებრივ ხვით გეთქვა ბიჭო. აჰა. არა, კიდევ იმაზე ვფიქრობ, ვინ წააგო რა. გველი თუ 10.4 სანტიმეტრი. 10.5 ხო? 5 ხო? 10.4 4 მე წავაგე. ამან წააგო. 5 რო ყოფილიყო, იქნებოდა ტოლი. ნახე 9.6-ით ხარ შენ შორს და მე რადგან ერთი ვთქვი 9.4-ით ვარ. შენ წააგე. იმან წააგო. კაი, შემდეგი თემა. შემდეგი თემა აღარ არის. მზე გადადის, მალე უნდა მორჩათ. შემდეგი თემა. მე მაინტერესებდა მაყურებელთან ინტეგრაცია, მაგრამ რატომღაც აჩიკო ამოვიდო ეს მიკროფონი და არავის არ აძლევს და ეს უფრო საინტერესო იქნება. აბელიანი მიკროფონია. არა, მე რა მინდა იცი? წყალზე ხო ვიკითხეთ და არ არის პრობლემა. რო გვითხრან რა აქვთ რუსთავში ყველაზე დიდი პრობლემა და מחარა რო გარდა იმისა რომ מחარა ჩამოვიდა. მე ისევ ეგ პრობლემა. აი ესევ წყალი წყლის გარდა რამე სხვა პრობლემა რაშიც מחარა დაგეხმარება თავისი მუშახელებით. მე რატო გადაწყვეტ? არა, ჩემი აზრით თბილისიდანაც ბევრი ადამიანი აქვს. აბა, ვინ არის თბილისიდან ჩამოსული პოდკასტისთვის? ან აი, ნახე. 1 2 3 4 5. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. იქიდანაც არიან. 6-დანაც არიან. აჩიკო მიკროფონი მოიწა. მიკროფონთან ვინმე მოვიდეს, ვისაც რამე კითხვა აქვს, მიკროფონი ვერ მოდის თქვენთან. მუჰამედი და სამწუხაროდ აქ. მუჰამედი და მეტი ვერ მიდის აჩი ეგ? מחარ. თვალი უნდა ის გეკდა რა ქვია. გამარჯობა. აი, მიკროფონი დინამიკის წინ გაგიჭირდება. გაიგეთ. რომ არა YouTube-ი დღეს სად იქნებოდით? מחარას ეკითხები, ხო ალბათ უბრალოდ მე სამივეს. საინტერესო შეკითხვაა სხვათა შორის. რომ არა YouTube-ი სად იქნება? მე მგონია რომ მე ვიცი ეს სადაც იქნებოდა. ჩოცოდოში თუ ნანახი გაქვთ, ხინკლის კუჭებს აბარებ და ეს ვისაც არ გაქვთ ნანახი. და გაუხიეს თავი. შეგიძლიათ დასერჩოთ, მართლა ოღონდ, ასევე კი ბატონო რო გადიოდა. აუში ბანაობს მათ. აუში ესე რო აკეთებენ, მანდ ეს იყო. ეხა ვეღარ იცნობთ, იმიტომ რომ გაყოყოჩდა ეხა და სხვა ადამიანი გახდა. გიორგი თვითონ გაგცემთ პასუხს სად იქნებოდა? ბაცუციც YouTube-ზე იყო სხვათა შორის, ასე რომ როგორც მინდო მე მომშორდებოდა. არა, სერიოზულად აინტერესებს. არა, სერიოზულად თუ გაინტერესებთ, მე კომენტატორი ვიყავი. ისევ არ გავამაგდებდნენ ალბათ YouTube-ზე, რომ მე YouTube-ის გამო გამომაგდეს ალბათ უფრო, ხო, מחარ.
YouTube-ი რო დავიწყე. და ქორო საათს იყო, ანუ ქოროს არც ეხება ეს კითხვა, იმიტომ რომ ეს YouTube-ზე არც არის ნორმალურად. არა, მე მსახიობ, ანუ თეატრში ვიქნებოდი ან ფეხბურთი და ორივე მაინც ახლოს არის ამ ყველაფერთან. მაგრამ არც ისე გავიგებდო, როგორც YouTube-ი. ნახოთ, ჰეითერები მაძლიერები. შენი პასუხი აინტერესებს ადამიანს. მე ვიქნებოდი ალბათ ისე. აბა შემდეგი კითხვაც მოვისმინოთ. ყურადღება. რა სიტყვით რუსთავის გორდაზე? რუსთავის გორდა მე ის ვიცი, ის არა ანსამბლი არა. ანსამბლი რა. ფეხბურთის გუნდი. ფეხბურთის გუნდი. მოდი מחარას, ალბათ מחარას დავუწყოთ. מחარასთან იყო ეს შეკითხვა. შენთან იყო პერსონალურად და გორდა. ზოგადად რუსთავში ფეხბურთის განვითარებაზეც რო გითხრა რა. ერთი სიტყვა. ნორმალურად ვითარ. ნორმალურად მიდის რუსთავში, ვინც ნერვიულობთ რომ არ ვითარდება რუსთავში ფეხბურთი, არ ნერვიულობთ. ვის გამოარჩევდი აი გორდას რომელ მოთამაშეს საინტერესო? გორდადან აი ეს ბიჭი ძალიან კარგად თამაშობს. აი ეს წითელი როაცია. აჰა. არა, ის მართლა თამაშობს გორდაში. და ანსამბლ დემეტრე ტყეშელაშვილი, מחარ, დემეტრე ტყეშელაშვილი. ანსამბლ გორდ. რა? კარგი, არა აქვს პასუხი, შემდეგი შეკითხვა რა არის? ზროსლებს არაფერი კითხვა გაქვთ. აი რამე კითხვა ან რო დაგეხმაროთ. მართ აი რამე არ გაინტერესებს. წვიმა საიდან მოდის? მოგესალმებით. ეს პირველი კითხვა. ცოტა ხანში უშუალოდ מחარასთან. ბოდიშით კეთაყო. ვა, ზარო. გამარჯობა. პირველ რიგში შეკითხვა מחარას პოდკასტი გამოიწერეთ ხალხო. თვითმმართველობის არჩევნებზე ხო არ აპირებთ კენჭისყრას პირველ რიგში ეს מחარას კითხავდი და მეორე ასეთი უკვდავი კითხვა მინდა თქვენგან პასუხი მოვისმინა რომ ბრუსლი მოერევა თუ ჩაკ ნორისი ეს სამივეს ჩემი კაი რა ბრუსლი და ჩაკ מחარას თვითმმართველობის არჩევნებზე მეც მაკითხვა მე AFK-ზე გავალ ამ კითხვაზე თვითმმართველობის არჩევნებზე მე მირჩენია რომ წავიდე სადმე სხვა პლანეტაზე და ჩემი სახელმწიფო დავაარსო სადაც იქ ჩემთვის ვიქნები საყვარლად კარგად ბიჭო ის კაცი წავიდა ისე რომ პასუხს არ ელოდა რაღაცა წავიდა ხო რასაოცარ შენი ყავი მუშნის გარანტია რა რასაოცრად გავ აი გავიგე შემდეგი შეკითხვა გინდათ არა მოიცა ისა ბრუსლი მოერევა თუ ჩაკ ნორისიო ჩაკ ნორისი ყველა ვარიანტში მოერევა იმიტომ რომ მინიმუმ ჩაკ ნორისის ისეთი სკილები აქვს რასაც ბრუსლის არა მე მიყვირს ბრუსლი რო ესე მე მიყვირს ეკითხვა რომ ის იმიტომ რომ ფილმი არის გადაღებული სადაც ბრუსლი ჩაკ ნორისი ჩხუბობენ და ბრუსლი ახევს სახეს მართლა? ხო. რა ფილმია? ურჩიე ხა. კლაუს ბოლოს. ურჩიე რა ფილმია? ჩაკ ნორისი მაგ ფილმში. იყო დუბლიორი. ყურადღება, შემდეგი შეკითხვა. გამარჯობა. მესამე წამყვანი ვინ იქნებოდა თქვენი აზრით? რო ვიცოდეთ აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გაკაჩავს ამ დონეზე. იმიტომ რომ რთულია ამ იმიტომ რომ მეც მიჭირს თვითონ. ანუ მეც თვითონ პირველ წამყვანად მიჭირს. მე ვიტყვი, ჩემი აზრით ნოდარ სიმსივე მოუხდებოდათ ამ ბიჭებს ძალიან. ნოდარს ისა აქვს. გადაცემა აქვს. არა, ხო. ხო, მიხვდი ხო? ებატონო. არა, ნოდარი ძალიან, ან ნოდარი იქნებოდა. ახლა პირველ მომეწონა შენი ეს ქედმაღლური პასუხი. რა ქედმაღლური? ვერანური გაკაჩავდაო, რა კაი იყო ეს. არა, ფიქრია ეს. თორე აქ ეხ წარმოიდგინე 40 გრადუს სიცხეში აბა იჯექი მიდი. ურთულეს. შემდეგი შეკითხვა მოდის. დიახ. გამარჯობათ. პირველი შეკითხვა მაქვს מחარასთან. გუშინ სანზონას ასახველზე ვისოლირვა მანდ ჩაგიბლია თუ არა? იმიტომ მანდ ვიყავი გასაუბრებაზე და მეგონა რომ დაგინახე. საჩავ მე ზოგადად ძირთად დაუფრინავ მეგობარო მაგრამ საჩავი არე? სანზონა სადა? ხოლო ჩაი არა თუ აი რაღაცა მანქანაში იჯდა. უბრალოდ არაფერი. რა მანქანაში ვიჯექი? აი გაღარ მახსოვს. რა ფერი იყო? თეთრი. მარშრუტკა იყო? არა. მაშინ არა. ფეხები თუ ატარებდა საჭეს ეს იყო. ანუ რამე ცუდს აკეთებდა თან პირდაპირ. არა, ვითხარი საათი უყურე ბეგა თუ არა ვარკვევთ. არა. არა, მეც. თეთრი მანქანა ერთ-ერთი. ვიღაც უცხოს და უქნია ხელი მაშინ და. ან ბოინგი, ან მარშრუტკით ვიქნებოდი. სხვა თეთრი არაფერი მყავს. კადა, მეორე შეკითხვა მაქვს სამივესთან, აი ეს კითხვა მაძხებს მთელი ცხოვრება, მარტო მე არა. იცით თუ არა ხე რატო არ იძირება? მინდა რომ ისევ შეგაწუხოს მაგ შეკითხვა. ხე რატო არ იძირება? პასუხი არ გაგცეთ. შემიძლია გაგცე პასუხი, მაგრამ ჯობია რომ ცხოვრებაში დაიტოვო რაღაც, რაც არ გეცოდინება. და გაწუხებს. ცალკე სტიმულს მოგცემს, იმიტომ რომ ყველაფერი თუ კარგად იქნება, ვეღარ განვითარდები. ეს წუხილი ჯობია რომ იყოს. შენ თუ იცი ბავშვი როგორ ჩდება?
ბევრი თეორია, რომელი ვთქვა არ ვიცი ახლა. სტაფილოს მოყავს ბავშვი. კარგი, ათში ხდები ალბათ ხო? შემდეგ ადამიანზე რო უნდა გადავიდეთ. ამას გაუჩნდა მიკროფონი და გავაგზელოთ. წერო. აი, ყურადღება. გამარჯობათ. ქოროსთან მაქვს შეკითხვა რა ასეთ. აი, შემდეგი. რომელი სუპერძალა გექნებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე? რომ გავაქრო, აი, მარჯვენა მხარეს რო შემეძლოს ადამიანების გაქრობა. ქოლოს გაქრობა და რამე აი მართლა. ულამაზესი სახე არის. მე მგონი ქოროსთან იყო ეს შეკითხვა და ქორომ გასცა პასუხი. ქოროს თმის მოდი, სტილი. შეიძლება მაქვს ეს ძალა უკვე. ვარცხნილო. შემდეგი შეკითხვა. ქორო, შენთან მაქვს კითხვა. რატო დაირქვი TikTok-ზე გულისწამალის სახელი? იმიტომ რომ ძალიან საშინელი გემო აქვს მაგ წამალს და ვეცადე რომ გამეპიარებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამომივიდა და ვალიდოლი ბევრად ჯობია მაგ წამალს. შემდეგი კითხვა სამივესთან განსაკუთრებით მახარასთან, რომელია თქვენთვის ყველაზე საძულველი ქართველი იუთუბერი? ორს აქ ხედავთ ჩემთვის მინიმუმ. რამხელა პატივია ქო იუთუბერი დაგიძახა ნახე? საძულველები იქით დგანან მაგარი მანქანებით კიდე. ორნი წავიდნენ? ეთყობა დაცხამ დინარას და მე აქ გავჩვიდე ძალიან დაცხა. და რამე ისიც თუ გაინტერესებთ, ყველაზე აუტანელი და რაღაცა მაგას სარკეში ხედავს ხოლმე ყოველ დღე რო იხედება. ან ყველაზე თქვენ შენთვის რა რომელი იუთუბერია ყველაზე საძულველი? შენ მაინც არ ჩახარ და შეგიძლია თქვა? მედი თქვი პირდაპირ. არ ჩვენ არ უყურებთ მაო. პირდაპირ თქვი. გადაობ G2G რატო გეზიზღება? აუ ყველაზე საყვარელი კაცზე თქვა. ან მართლა G2G-ზე არ მეგონა. მართლა არ მეგონა. ანუ შესახეს არ გამოვაჩენთ, მაგრამ მაგრა გაუტყდება. აუ. ხო არ გადაობ. სახელი და გვარი შეიძლება G2G და ლაშა გელაშვილი ერთ დონეზე დააყენო. თუ უფრო რომელი გეზიზღება, ლაშა თუ G2G? ნახე როგორ შემოგიტრია ეს თემა. გინდათ კიდე შეკითხვა? კი, დავუშვათ. სამი შეკითხვაც და რომელ უცხოელ იუთუბერთან გააკეთებით კოლაბს სამივე? ნუ מחარა სპიდთან, ჩემი აზრით. სპიდთან მქონდა კოლაბი ოქტოპუსების ლაივში. ყეფის შეჯიბრი იქნება, ვინ უფრო კარგად გააკეთებს ცხოველის პაროდიას და ბოლოს מחარა მოუგებს. ვერ მოუგებ, იმიტომ რომ მაგას მიკროფონში რომ ელაპარაკო מחარ. არ ღირდა მიკროფონში. აი, შემდეგი. ქოროსთან რა კითხვა? YouTube ლიგა როდის დაიწყება და מחარა მიიღებს თუ არა მონაწილეობას? מחარა არასდროს აღარ მიიღებს YouTube ლიგაზე მონაწილეობას, მაგრამ შემდეგ YouTube ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ჩემი გუნდით. აი, ხო, თავისი გუნდით, აი, ოქტოპუსი იქნება თავისი გუნდით. შემოდგომაზე დაიწყება და წინასწარ გეტყვით, რომ იქნებიან მარტო ის ადამიანები YouTube ლიგაზე, ვისაც ხედავთ ხოლმე YouTube-ზე რა, აღარ იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ვერ ხედავთ. ანუ 10-ში ვერ გამოვა. რატო ხდებოდა იქამდე იქამდე გვიჭირდა რაღაც თანხები. 10 წელი რატო დაგჭირდათ იმისთვის, რომ კარგი, შემდეგი შეკითხვაო, ბავშვი გელოდება, სირცხვილია. ხო. აუ, მოდი იმაზე, სანამ YouTube ლიგა იქნება 14 ივნისს ჩატარდება kick-off. ეგ წეგან ხო თქვი? მე მაქვს מחარასთან კითხვა. מחარ როდის იშოვე პირველი მილიონი და როგორ? ეგ ბევრს დაუსავს ეგ კითხვა. საერთოდ მილიონერები როგორ ვართ ისი? არასდროს არ ითვლი ფულს რა, აი თუ შრომობ, შოულობ, თუ ესა. ანუ შრომაში ნაშოვნი ფული არასდროს არ ითვლება რა, ანუ ვერ იგებ როდის იშოვე და არ აქცევ ყურადღებას. ანუ არ უარყოფ, ხო? აქცევ მაშინ ყურადღებას ფულს და თვლი, როცა იპარავ. იმიტომ რომ მალე გელევა და შრომით მოპოვებული ისევ ემატება რა, ეხლა ბოდიში. დღეს წყალი ვიყრი, არაფერი დამკლევია, მართლა ისევ დაემატა. აი მილიონი რო გაქვს ადამიანს და აი 100 ლარიანი ჩელენჯის გამო რო თავს იკლავ მაინც აი ეგ რამდენად ეგ სხვა სახელი ხია მაგას. მაყურებლის პატივისცემა ხო არ არის ეგ რო დაანახო. სხვა რაღაც ხია მაგას. აზარტი ხია რა. ანუ ის 100 ლარი მაინც უბრალოდ თანხაა. მე ვარ ძალიან აზარტული, აი. რა მნიშვნელობა აქვს რა? მაგარი კაცი ხარ. შემდეგი კითხვა. შეგვიძლია მზე გადადის უკვე და მადლობა უთხრათ რუსთავს, რომელიც მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. და დასასრულისკენ წავიყვანოთ, ხო? ანუ ეს ყველაფერი. სანამ დავიშლებით, ნელ-ნელა, ანუ სათითაოდ მოდით ბავშვები და ფოტოები გადავიღოთ.
მაიცა ჯერ დავიმშვიდობოთ. სად მოდიხარ? ვიხუმრე, ფოტოებს არ გადავიღებთ. დიდი მადლობა რუსთავს ესეთი მასპინძლობისთვის და თქვენ დიდი მადლობა რომ გვისმინეთ და ამ სისულელეს ფეხზე დამდგარმა უსმინეთ რა. ჯიგრები. ძალიან მაგარი იყო. მოდი ხელი ჩავამართ ხელსა და უცებ ხმა იყო. კევი მომე რა, კევი მომე. ყველა სცენაზე შევარდეს ახლა ბოლო კადრი და ეგ არის. ჩაიმტრევა. ყველა სცენა დაზიანდება, დაბლა ჩადით.